დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ ევერესტის მთის ზომის ასტეროიდი წარმოუდგენელი სისწრაფით დაეჯახა იუკატანის ნახევარკუნძულს და გამოათავისუფლა ენერგია, რომელიც მილიარდობით ატომური ბომბის ტოლფასი იყო. ამ კატასტროფამ, ქეითი გადაშენების მოვლენამ, დედამიწის სახეობების 75% და მეტი გაანადგურა. მათ შორის ცნობილი დინოზავრებიც, რომლებიც 165 მილიონი წლის განმავლობაში ბატონობდნენ დედამიწაზე. ყველა ორგანიზმი, რომელიც 25 კილოგრამი და მეტი იყო, დაიღუპა. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დინოზავრების უმეტესობა ასტეროიდის დაცემის პირველივე დღეს განადგურდა, თუმცა ზოგი შეიძლება მცირე ხნით გადარჩენილიყო ცენოზოურ ეპოქამდე. დედამიწა, განსაკუთრებით კი დასავლეთ ნახევარსფერო, დაიფარა წარმოუდგენელი სიძლიერის სიცხემ, ხანძრებმა, შოკურმა ტალღებმა, მიწისძვრებმა და ცუნამებმა. სავარაუდოდ ასეულობით ან ათასობით კილომეტრით დაშორებული ცხოველებიც კი რამდენიმე წუთში დაიღუპა. ზოგი სახეობა პირველ დაჯახებას გადაურჩა, მაგრამ ვერ გადაურჩა მის შედეგებს. ასტეროიდმა დაახლოებით 25 ტრილიონი ტონა ნამსხვრევი გააფრქვია, რომელთა ნაწილი მზის ზედაპირის ტემპერატურაზე გაცხელდა. როცა ეს ნამსხვრევები ატმოსფეროში დაბრუნდა, დედამიწა გახურდა ღუმელივით და მსოფლიო ტყეების დაახლოებით 70% ცეცხლმა მოიცვა. მხოლოდ რამდენიმე სახეობა გადაურჩა, ძირითადად მაღალი განედების რეგიონებში, სქელ ტყეებსა და ჭაობებში. რადგან დიდ ორგანიზმებს უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდათ, გადარჩენილთა შორის იყვნენ მხოლოდ პატარა ცხოველები ან ახალგაზრდა დინოზავრები. დღემდე უცნობია, ზუსტად როდის გაქრა ბოლო დინოზავრი. განადგურება იმდენად მასშტაბური იყო, რომ ეკოსისტემა ვეღარ აღდგა. ზოგი დინოზავრი შესაძლოა ასტეროიდის ზემოქმედების შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირა, თვე ან წელიწადიც კი გადარჩენილიყო. ბალახის მჭამელები მყისიერად დაიღუპნენ, როცა ხანძარმა მცენარეულობა გაანადგურა, ხოლო მტაცებლები ცოტა ხნით გადარჩნენ, რადგან მკვდარი ცხოველებით იკვებებოდნენ. თუმცა მოგვიანებით ისინიც გაქრნენ, რადგან ნადავლი აღარ დარჩა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დინოზავრები, რომლებსაც არ შეეძლოთ ფრენა, საბოლოოდ გაქრნენ ასტეროიდის დაცემიდან დაახლოებით 15 წლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში დედამიწაზე სუფევდა უკიდურესი სიცივე, ხოლო მტვრისა და ნამსხვრევების გამო მინიმუმ 1 წელი ფოტოსინთეზი საერთოდ არ მიმდინარეობდა. დარჩენილი ცოცხალი ორგანიზმები ყინვამ და შიმშილმა დაასრულა. ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ დინოზავრების გადაშენება მყისიერად კი არა, არამედ ათასობით წლის განმავლობაში თანდათან მოხდა. ზოგი შეფასებით, გადაშენების პროცესი გაგრძელდა რამდენიმე ათასი, ან თუნდაც ათობით ათასი წელი. რაც ნიშნავს, რომ პატარა დინოზავრები შესაძლოა ცენოზოურ ეპოქის დასაწყისამდე გადარჩენილიყვნენ. 2013 წლის კვლევის თანახმად, ასტეროიდის დაცემის შემდეგ დინოზავრების სრული გაქრობა დაახლოებით 33,000 წელი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში გარემო ნაწილობრივ დასტაბილურდა, რამაც შესაძლებლობა მისცა ნიანგებსა და კუებს გამრავლებულიყვნენ, ასევე მწერები, ხოლო ძუძუმწოვრები ზომაში გაზრდილიყვნენ. საბოლოოდ ამ ცვლილებებმა დედამიწის ეკოსისტემა მთლიანად შეცვალა. დინოზავრები თანდათან გაქრნენ, რადგან ძუძუმწოვრებმა და სხვა რეპტილიებმა მათ კონკურენციაში აჯობეს. ასტეროიდის დაცემის ადგილთან ახლოს, კოლორადოსა და ნიუ-მექსიკოს რეგიონებში, აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომ ზოგი დინოზავრი 9 მილიონი წელი გადარჩა კატასტროფის შემდეგ. პალეონტოლოგებმა სან-ხუანის აუზში იპოვეს ჰადროზავრების, ტირანოზავრების, ანკილოზავრებისა და შესაძლოა საუროპოდების ნაშთები, რომლებიც პალეოცენის ეპოქას მიეკუთვნებოდა. ამან წარმოშვა კითხვები. რატომ იყვნენ ეს დინოზავრები მხოლოდ სამხრეთში და როგორ გადარჩნენ ისინი ასე დიდხანს? არსებობს სამი მთავარი თეორია. პირველი, შესაძლოა აღმოჩენის ადგილი ბუნებრივად დაცული იყო. იყო მაგალითად ხეობა, რომელმაც შეამცირა ასტეროიდის დართმის შედეგები. მეორე, როცა ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და საკვები იშვიათი გახდა, გადარჩენილებმა შეიძლება ჩრდილოეთიდან, მაგალითად კანადიდან, სამხრეთისკენ მიგრაცია დაიწყეს და პატარა თავშესაფარი იპოვეს. მესამე, შესაძლოა არც ახალგაზრდა და არც ხანდაზმული დინოზავრები გადარჩენილან, არამედ მათ ბუდეებში დაცული კვერცხები გადაურჩა განადგურებას. ეს კვერცხები შეიძლება აპოკალიფსის შემდეგ გამოიჩეკა და ახალმა თაობამ დედამიწის აღდგენის პროცესში იცოცხლა 9 მილიონი წლის განმავლობაში.
ასეთ შემთხვევაში ისინი უკვე ახალ ცხოველებს შეხვდებოდნენ: პანტოდონონებს, დიცინოდონტებს, მესონიქიასებსა და მტკნარი წყლის გველთევზებს. თუმცა ამ ჰიპოთეზას ბევრი მეცნიერის წინააღმდეგობა შეხვდა. ბევრი პალეონტოლოგი თვლის, რომ ეს ნაშთები თავიდან ძველ ფენებში იყო და მოგვიანებით ეროზიამ გადმოიტანა ახალ ქანებში, რაც მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის. თითქოს ისინი პალეოცენში ცხოვრობდნენ. მაგრამ აღმოჩენის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ასეთი გადაადგილება შეუძლებელია, რადგან მრავალი ნაშთი სრულიად ხელშეუხებელია. ერთ-ერთი გამორჩეული მტკიცებულებაა სრულად შენარჩუნებული ჰიფსილოფოდონის ჩონჩხი 34 ძვლით, რომელიც, როგორც ჩანს, ნამდვილი გადარჩენის მაგალითია.